გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე, გამოშვებაში ნახავთ. პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა, როგორია ამ გადაწყვეტილების პოლიტიკური შეფასებები. საქალაქო სასამართლოში სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის გამოკითხვა მიმდინარეობს. ზესტაფონში საწარმო იხსნება, ზესტაფონშია პრემიერ-მინისტრი, პირდაპირ ეთერში ვთავთ ღონისძიებას. მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, მივესალმები საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებს, ადგილობრივ თვითმმართველობას და ღრმად პატივცემულ სტუმრებს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ აქ, რომ აღვნიშნოთ მნიშვნელოვანი დღე, როგორც იმერეთის რეგიონისთვის, ისე მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენი კომპანიისა და ჩვენი პროექტის შესახებ ოდნავ მოგვიანებით ჩემი სიტყვის დასკვნით ნაწილში მოგახსენებთ. ეხლა კი მინდა ტრიბუნასთან ვთხოვო საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს. გთხოვთ ბატონო ირაკლი. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, მივესალმები მინისტრებს, მივესალმები პარლამენტარებს, მივესალმები სახელმწიფო რწმუნებულს, მივესალმები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე მივესალმები ბიზნესის წარმომადგენლებს და მივესალმები ჯორჯია მეტალის თანფუძნებლებს და ხელმძღვანელობას. დღეს ჩვენ ოფიციალურად ხსნით ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ობიექტს, მეტალურგიული ქარხანა ჯორჯია მეტალი, წარმატებული ქართული ინვესტიციის ნამდვილი მაგალითია, საწარმო არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, პროფესიონალთა გუნდით და რასთავარი ევროპული სტანდარტების შესაბამისი ხარისხით უზრუნველყოფილი და ეს არის ზად იყოს კონკურენტუნარიანი არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ საერთაშორისო ბაზრებზეც. ქარხნის მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია, ჩვენ დღეს გვქონდა ქარხნის ათვალიერების შესაძლებლობა, მისი წლიური წარმატება არის 400,000 ტონა არმატურა, რაც მას უკვე აქცევს ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს ინდუსტრიულ ობიექტად. კომპანიის სტრატეგიული მიზანი კიდევ უფრო ამბიციურია, შემდეგი ეტაპის ფულად სადნობის სამხედრო შენობის დასრულების შემდეგ ქარხანა თავად აწარმოებს ნედლეულს და სრულად აკმაყოფილებს ქვეყნის შიდა ბაზრის მოთხოვნას არმატურაზე, რაც არის ბუნებრივია ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არა მხოლოდ იმპორტის საჭიროებას მოხსნის, არამედ შექმნის წყარ საფუძველს ქართული პროდუქციის საექსპორტო ბაზრებზე გასულად, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის კიდევ უფრო მეტად გამტკიცებას ნიშნავს. ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ამ პროექტის სოციალური განზომილება. დღეს აქ 400-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, საიდანაც 90%-ზე მეტი არის ადგილობრივი ზესტაფონის მკვიდრი. გაფართოების შემდეგ ეს რიცხვი 1000-მდე გაიზრდება. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ადამიანური კაპიტალის გაძლიერება, ინფრასტრუქტურული განვითარება, ახალ შესაძლებლობებს და მნიშვნელოვან სტიმულს შექმნის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის. ასეთი მასშტაბური პროექტების უკან ყოველთვის დგას კონკრეტული ადამიანების ხედვა და პატრიოტიზმი და მინდა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადო კომპანიის დამფუძნებლებს, ბატონებს ავთანდილ კოჩაძეს და ზურაბ ხიბრაძეს. მადლობა თქვენ ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის და მადლობა თქვენი მაღალი სოციალური პასუხისმგებლობისთვის. ეს პასუხისმგებლობა ასევე გამოიხატება სხვა მიმართულებითაც. მეორე კომპანიამ, რომელიც არის თქვენს მიერ დაფუძნებული, GTM Group-მა, ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში 32 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა. თქვენი საქმიანობა არის მაგალითი იმის, როგორ შეუძლია ქართულ ბიზნესს ეროვნული მნიშვნელობის პროექტების განხორციელება.
ასევე მე მინდა მადლობა გადავუხადო პროექტის ფინანსურ პარტნიორს საქართველოს ბანკს ბატონ არჩილ გაიჩილაძეს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის, რომელიც ხარში დაუდგა ეროვნული მნიშვნელობის საქმეს. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ. ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის ქვაკუთხედი სწორედ ასეთი ეროვნულ კაპიტალზე დაფუძნებული თანამედროვე და ექსპორტზე ორიენტირებული წარმოების განვითარების ხელშეწყობაა. რა თქმა უნდა, ასეთი პროექტები ნიშნულოვან როლს ასრულებს ჩვენი ეკონომიკის შემდგომ განვითარებაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა და რა თქმა უნდა ეს ქმნის საუკეთესო საფუძველს იმისათვის, რომ ჩვენ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ბიზნესის განვითარებას, წარმოების განვითარებას და კონკრეტულად ინდუსტრიული წარმოების განვითარებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადაგიხადოთ, მადლობა კომპანიის დამფუძნებლებს და კიდევ ერთხელ მინდა გესურვოთ წარმატებები. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო. ეხლა კი მინდა ტრიბუნას დამთხოვო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ქალბატონ მარიან ქვრივიშვილს. ქალბატონებო და ბატონებო, ბატონო პრემიერ-მინისტრო, პატივცემულო მინისტრებო, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებო, ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა მადლობა გადაუხადო ჯორჯა მეტალის ხელმძღვანელობას მოწვევისთვის და მინდა წარმატება გისურვოთ საწარმოს შემდგომი განვითარებისთვის. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენი მთავრობისთვის პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მიმართულია განვითარებული ქვეყნების რიგში საქართველოს შესაყვანად, კეთილდღეობის და დოვლათის ზრდისკენ. აღნიშნული გზა თავის მხრივ ათობით სხვადასხვა მიმართულებით კომპლექსურ ძალისხმევას საჭიროებს, მათ შორის როგორიც არის კერძო ინვესტიციების ხელშეწყობა, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება, ისევე როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და დღევანდელი საწარმოს გახსნაც არის ნათელი მაგალითი ყოველივე ზემოაღნიშნულის, როგორც უკვე აღინიშნა, საწარმოში დღევანდელი დღის მდგომარეობით დასაქმებულია 400-ზე მეტი ადამიანი, ინვესტიციის მოცულობამ გადააჭარბა $80 მილიონ და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საწარმოს ყოველწლიური წარმატება 400,000 ტონა სამშენებლო მასალას გადააჭარბებს. სწორედ ეს არის ის მოცულობა, რომელიც დაემატება ჩვენს შიდა ქართულ სამომხმარებლო ბაზარს და სწორედ ეს არის ასევე ის მოცულობა, რომლითაც შემცირდება ჩვენ ქვეყანაში იმპორტის საჭიროება. რა თქმა უნდა, ზოგადად უნდა ითქვას, რომ გადამამუშავებელი მრეწველობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ისევე როგორც ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. მიმდინარე პერიოდში აღნიშნული სექტორი 200,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რაც ზოგადად ჯამური სამუშაო ადგილების 15%-ს წარმოადგენს, დასაქმებული ადამიანების 15%-ს წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ განვაგრძოთ თანმიმდევრული პოლიტიკა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების, ყველა საჭირო ინსტრუმენტი და მიზანმიმართული ინსტრუმენტები გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, ჩვენ ქვეყანაში წარმოების ხელშეწყობას და რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტრო პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით განაგრძობს აღნიშნული გზით აქტიურ მუშაობას. აქვე გამოვიყენებ შესაძლებლობას და ძალიან მოკლედ მოგახსენებთ იმ დადებით ტენდენციებზე, რომელიც ჩვენ გვაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების კუთხით. იცით, რომ საქართველო გამორჩეულია გლობალურად მაღალი ეკონომიკური ზრდის კუთხით. პოსტპანდემიურ პერიოდში ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7% იყო, გასული წელი 9.4% და რაც ძალიან სასიხარულოა მიმდინარე წლის დინამიკა იანვარი-ივნისის თვის პერიოდებში 8% საშუალოდ 8%-იანი ზრდის დინამიკით არის წარმოდგენილი. ასევე მოგახსენებთ, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველოს მთავრობის საპროგნოზო მაჩვენებლებს ასევე იზიარებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმდინარე წლის ეკონომიკური პირველადი პროგნოზი, რაც გახლდათ 6%, უკვე გაუმჯობესდა 7.2%-მდე და რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ლიდერი ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკით რეგიონში, ისევე როგორც ევროპის ქვეყნებს შორის. და ბოლოს, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებას, ისევე როგორც სუვერენიტეტის გაძლიერებას, რაც არის ფუნდამენტური წინაპირობა ადამიანზე
მიწარმეზე, ისევე როგორც ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად. და ზუსტად ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენ ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას, მდგრადი ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეული ჩვენი მოქალაქის, ჩვენი საზოგადოების წევრის ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას. დიდი მადლობა და კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებებს. ეს იყო ჩართვა ზესტაფონიდან, სადაც ახალი საწარმო გაიხსნა. პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრთან ერთად ზესტაფონის ახლად რეაბილიტირებული ნომერ 2 საჯარო სკოლა გახსნა. მთავრობის მეთაური სკოლაში ჩატარებულ სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და პედაგოგებს შეხვდა. 1200 მოსწავლისთვის გათვალისწინებულ სკოლას აქვს როგორც შიდა სპორტული დარბაზი, ასევე გარე მოედანი, ბიბლიოთეკა, რესურს ოთახი, სასადილო, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 9 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. მთავრობის მეთაურის ინიციატივით საქართველოს რეგიონებსა და ქალაქებში გრძელდება სასკოლო ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი სკოლების მშენებლობა. ამ სკოლაში არაერთი თაობა აღიზარდა და იმისთვის რომ უფრო ჯანსაღი გარემო, განათლების ხელმისაწვდომობა იყოს უზრუნველყოფილი, იმისთვის რომ ბავშვებსაც და მასწავლებლებს და რა თქმა უნდა მშობლებსაც მოუხაროდეთ სკოლაში და ჰქონდეთ ის გარემო, რომელიც აუცილებელია იმ მაღალი სტანდარტების ცოდნის მისაღებად, რომლისთვისაც სამინისტრო და თითოეული მისი წევრი და მასწავლებლები იღწვიან ყოველდღიურად, ამისთვის საჭიროა სწორედ ასეთი გარემოს შექმნა და ჩვენ დღეს მოხარული ვართ, რომ ზესტაფონს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი განახლებული ობიექტი შეემატა. არ იყო ის პირობები სკოლაში, რომ მოსწავლეებს ქონებოდათ უფრო სიღრმისეულად შეძლებოდათ ეროვნული სტანდარტით გათვალისწინებული შედეგების მიღწევის საშუალება, არ იყო სრულად ადაპტირებული, ჩატარდა მთელი რიგი სამუშაოები, ადაპტირებულია სკოლა სრულად, მოეწყო ლიფტი, არის როგორც შიდა დარბაზი, ასევე გარე სპორტული მოედანი, მოწყობილია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორია და სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით და რესურსით, რომელიც საშუალებას მისცემს ჩვენ მოსწავლეებს, რომ უკეთესი შედეგები ვაჩვენოთ. პრეზიდენტმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა, ისინი სასჯელახსრულების დაწესებულებას დღესვე დატოვებენ. ფაქტს სხვა ოპოზიციური პარტიების გაღიზიანება მოხდა. პოლიტიკურ შეფასებებს სოფო ბერიძე გაგვაცნობს პირდაპირ ეთერში. როგორც მაყურებელმა უკვე იცის, ლელოს ლიდერებს ციხისკარი საქართველოს პრეზიდენტმა გაუხსნა. ისინი საპატიმრო დაწესებულებას და უახლოესი 1 საათის განმავლობაში დატოვებენ. მანამდე კი ბუნებრივია კეთდება ძირითადად ოპოზიციაში პოლიტიკური შეფასებები. მიხეილ ყაველაშვილის გადაწყვეტილებამ შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციურ სპექტრში ისტერია გამოიწვია. მათი ნაწილი პრაქტიკულად პირდაპირ მნიშვნელობით ეხვეწება მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, რომ მათ არ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. მეორე ნაწილი კი ამ შეწყალების გამო ლელოს ლიდერებს, კანონდამღვრელ ოპოზიციონერებს, ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს და წვავედ აკრიტიკებს. მე მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის. მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს. მიიღეთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან. ვულოცავ ბადრის და მამუკას თავისუფლებას და მიმართავ მიიღონ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება და უარი თქვა 4 ოქტომბრის რუსულ სპეცოპერაციაში მონაწილეობაზე. არ უღალატოთ საერთო ბრძოლას. ეს სიტყვები რომ მე მეხებოდეს სიკვდილს ვინატრებდი და გარეთ არ გამოვიდოდი. 20-22 წლის ბიჭები სინდისის პატიმრები არ გატყდნენ და შეუპოვრად იბრძვიან. ლელოში თუ ვინმე დარჩით ნორმალური უნდა გამორბოდეთ. მიწა უნდა გეწოდეთ ფეხქვეშ. ახლა ყველა მიხვდა რა გარიგებაც იყო. ქოცი უნდა გაგეპრავებინა და ხალხისთვის ბრძოლა გამოგლეჯის ილუზია შეგექმნა. გახარია და ლელო როგორც ოპოზიცია აღარ არსებობენ და ახლა მათი მხარდაჭერა ისეთივე უღირსობაა როგორც მტრის მხარეს გადასვლა. ყაველაშვილმა ხაზარაძე და ჯაფარიძე შეიწყალა რა სირცხვილია ქუჩაში როგორ უნდა იარონ.
მართველი პარტია ამბობს, რომ პრეზიდენტმა ჰუმანური გადაწყვეტილება მიიღო. ქართული ოცნების წევრები საუბრობენ იმის შესახებაც, რომ ამ გადაწყვეტილებით მიხეილ ყაველაშვილმა საბოლოოდ დაასრულა ნებისმიერი სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში არ ჩატარდება. დამატებით ხელისუფლების წევრები საუბრობენ იმის შესახებაც, რომ თავდაპირველად ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ციხეს თავი სწორედ იმის გამო შეაფარეს, რომ არჩევნებში მათი მარცხი გარდაუვალია. ეს ჰუმანური აქტია პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიწყალა ორი დამნაშავე. რა ვიცი, ზოგადად ეხლა ციხეში არავის გაშვება არ მიხარია, რატო უნდა გეხაროდეს ადამიანს ვიღაცის დაპატიმრება, ხო? მაგრამ გონია, რომ უფრო მეტი პატივისცემა უნდა იყოს სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ, შეიძლება განსხვავებული პოლიტიკურ პლატფორმებზე ვიყოთ, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები კონდეს, მაგრამ რაღაც ზღვარზე ურთიერთპატივისცემა და სახელმწიფო ინსტიტუციების პატივისცემა ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია რომ ჩატარდეს მუნიციპალური არჩევნები და არავითარი კითხვის ნიშანი არ არსებობდეს არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ და ვერავის ვერ კონდეს შესაძლებლობა რომ რაიმე სპეკულაციები მოაწყონ და საზოგადოება მოატყუან. ზუსტად ამისთვის ძალიან კარგი ინიციატივა არის საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რომ ყველანაირი ინსინუაციების გამოსარიცხად კონკრეტულ ადამიანებთან დაკავშირებით მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება. შესაბამისად ხანდაზმულ თაღლითებს შეუძლიათ ეხლა რომ თავისუფლად ჩაერთონ საარჩევნო კამპანიაში და თუ რაიმე სურვილი აქვს და შესაძლებლობა აქვს ქართულ საზოგადოებას წარუდგინონ თავიანთი ხედვები, მაგრამ რა ხედვა უნდა კონდეს ხელმომწერ აგენტის ერთადერთი ხედვა არის რომ მიღებული დავალების შესრულება შეეცადონ. ეხოთ იმისა რომ დამნაშავე პირთა ციხეში ყოფნა თავისთავად ცხადია, ეს არის ის მოცემულობა, რომელიც სამართლებრივი პოზიცია, ხოლო არჩევნები და ის აბსოლუტურად კონკურენტულ გარემოში ტარდება, მიუხედავად ამ ყველაფრისა, რადგანაც არსებობს პოლიტიკური მდგენელი და არ უნდა გაჩნდეს მიზერული საფუძველიც კი იმისთვის, რომ მანიპულაციები და პროვოკაციები ამ თემასთან გაღრმავდეს, პრეზიდენტმა მიიღო სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და ეს ორი დამნაშავე ციხიდან გამოუშვა გარეთ. ეხლა საინტერესოა რაღაც დააბრალებენ, რას მოედებიან, ხავსიც აღარ შერჩათ ხელში იმისთვის, რომ თქვან საბოლოო ჯამში 4 ოქტომბერს რომ მათი მარცხი არის რაღაცის ან ვიღაცის ბრალი. საქართველოს პრეზიდენტმა ლელოს ლიდერები დღეს შეიწყალა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ნომერ მე-12 სასჯელ აღსრულების დაწესებულებას უახლოესი 1 საათის განმავლობაში დატოვებენ. პირდაპირ ეთერში სოფო ბერიძე გვერდთვებოდა. მიხეილ ყაველაშვილმა ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის შეწყალების გადაწყვეტილება დღეს მიიღო და განმარტა ამ გადაწყვეტილების მოტივიც. პრეზიდენტი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება მიიღო, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება. გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია ძლიერი საქართველო ლელო, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებში ჩატარდება. ამასთან ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოოდ არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არც ერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს ჩადის. არც ის გარემოება ამ ხედულობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს. თუმცა ყველაზე მოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქვის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. გამოვთქვამი იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას. მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრი აკეთებს ამ წუთებში მედიასთან კომენტარს პირდაპირ ეთერში ვრთავთ ირაკლი კობახიძეს.
რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ობიექტების გახსნა ჩვენი ეკონომიკის განვითარებისთვის, ზოგადად წარმოების განვითარება და მით უმეტეს ინდუსტრიული წარმოების განვითარება არის განსაკუთრებული მნიშვნელობის ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისთვის. დღეს გავხსენით მეტალურგიული ქარხანა, სადაც ხდება armaturis წარმოება, იგეგმება ამ წარმოების კიდევ უფრო მეტად გაფართოება, 400-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული, ყველა თვალსაზრისით ბუნებრივია ჩვენ მაქსიმალურად ხელშეუწყობთ ასეთი პროექტების განხორციელებას, მადლობა მინდა გადავხადო კიდევ ერთხელ კომპანიის დამფუძნებლას იმისათვის, რომ განახორციელეს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნისთვის. პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, პრეზიდენტმა შეიწყალა ჯაფარიძე ხაზარაძე და ახსნეს იმით, რომ არაებს უნდა დაარჩეს განცდა და ამ დაიფიქროს, რომ კონკრეტულად გარემოში არ ხდება არჩევნები ჩვენს ქვეყანაში, საუბარია თვითონ სახელმწიფო ბუნებრივია. თქვენი შეფასება როგორ იქნება პრეზიდენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით? ჩვენ რა თქმა უნდა პატივსცემთ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავილაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულებას აჩვენებს ზოგადად ხელისუფლების პრეზიდენტის პარტოგაგებით ხელისუფლების ნაწილია ბუნებრივია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის მმართველი პოლიტიკური გუნდის წევრი. დამოკიდებულება არის ეს, ხო, თავის დროზე თქვენ იცით, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოსახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულებებს შორის. გახარიალელებს არჩევნებში 27 ოლქში კანდიდატი არ ყავს, მერობის კანდიდატი მაწყო 64-დან მხოლოდ 37-ში ეყოლებათ, რასთან საქმე ვერ მოაგროვეს ხალხი. თვითონ მიიყვანეს საკუთარი თავი ამ მდგომარეობამდე რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლება, როდესაც 27 მუნიციპალიტეტში საერთოდ ვერ ახერხებ კანდიდატის დაყენებას, ეს არის იმის ნიშანი, რომ მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. სადაც დააყენეს, იქაც ჯობდა არ დაეყენებინათ. თბილისში მაგალითად ლელოს თანამშრომელია დაყენებული ეს ადამიანი. დაგავებული იყო რითი მაგალითად, რომ ხაზარაძე ყოველთვის აგზავნიდა ამ ადამიანს პირველში პარკით ხელში, მიქონდა 200,000 ლარი ყოველთვიურად ტელევიზიაში. ასეთი საქმიანობით იყო დაგავებული, ახლა ლელოს ეს თანამშრომელი არის დაყენებული კანდიდატი. თავის დროზე ამბობდნენ, რომ დამოუკიდებელი კანდიდატი უნდა შეერჩიათ, თუმცა ხედავთ, რომ ესეც ვერ მოახერხეს. ასეთია დღეს თლიანობაში ოპოზიციის მდგომარეობა, რაც ჩვენთვის კარგია, ხო, ეს ჩვენთვის აიოლებს საქმეს. მელიქიშვილის გამზირზე განვითარებული მოვლენები ვნახეთ 2 დღის წინ ჩვენ. საუბარია, ასე რომ ვთქვათ, იმ ინციდენტზე, რაც ვიხილეთ, დარაფრაზებით მოვისმინეთ ჩვენ ბექაოდიშარიას მისამართით. ეს ადამიანი არის ბავშვთა ფსიქოლოგი, ელენე ბერიკაშვილის საუბარი და მან პოსტიც გამოაქვეყნა მოგვიანებით, სადაც წერს, რომ ვერ ვიტყვი, რომ გამიხარდება მისი სიკვდილი, ის ჩემთვის უბრალოდ არარაობაა და მის მიმართ არანაირი მორალი არ გამაჩნია. აი ამ პოზიციას პირველ რიგში ტრაგიკულია ეს, რომ ასეთ ადამიანს ბავშვებთან აქვს შეხება, მით უმეტეს როგორც ფსიქოლოგს, მართლა უნდა დაინტერესდეს, არ ვიცი როგორ ხდება ამ საკითხებით დაინტერესება, შესაბამის დარგის წარმომადგენლები უნდა დაინტერესდნენ ალბათ ამ ყველაფრით და ზოგადად რა თქმა უნდა ასეთი ფრაზები, ასეთი ქმედებები აჩვენებს ძალიანად იმ ადამიანების სახეს, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე ატარებდნენ აქციას, აბსოლუტურად სახელდაგარგული ადამიანები არიან. არც მინდა რაღაცა შეფასებები გავაკეთო, იმდენად მძიმე შეფასებას იმსახურებენ ისინი. ყოველგვარი ადამიანური სახე ჰქონდათ სამწუხაროდ დაკარგული. ეს არის რადიკალური ოპოზიციის ტრაგიკული მდგომარეობა, ხო? ესენი არიან ნაცი ტიტუშკები, ნაცი აქტივისტები, ნაცი ორკები, სხვანაირად არ შეიძლება მათ ასე ვთქვათ სახელი დავარქვათ. ჩვენ მზად ვართ მათ ხელი გაუწოდოთ, თუ შესაძლებელია მათი დახმარება ამ მდგომარეობიდან გამოყვანის კუთხით. ჩვენ იმედი გვაქვს საბოლოო ჯამში ისინი ჩვენი თანამოქალაქეები არიან, იმედი გვაქვს რომ ისინი დაძლევენ ამ უმძიმეს მდგომარეობას და დაიბრუნებენ ადამიანურ სახეს. პატა ბუჭურაძე და ლევან ხაბეიშვილი კვლავ ეგრეთ წოდებულ მშვიდობიან დამხობაზე საუბრობენ, როგორ შევაფასეთ, რას ნიშნავს მათი განცხადებები. ახლა თვითონ სახელები და გვარები გეუბნებათ ყველაფერს, ხო როგორ შეიძლება ამ ორი ადამიანის საუბარი ჩვენ სერიოზულად აღვიქვათ. თუმცა კიდევ ერთხელ ესეც აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს, ხო ისინი გამუდმებით მთელი ამ წლების განმავლობაში საუბრობენ დამხობაზე, რევოლუციაზე, მე რა რომ არ გამოდით, მაინც
ეს ყველაფერი მეტყველებს მათ სახეზე, მათ სულისკვეთებაზე, მათ ამოგიდებულებაზე ასე მოქმედებენ უცხოელი აგენტები. ბუნებრივია სახელმწიფო დგას თავის ადგილზე და არავის მიცემს არ მშვიდობიანი, არც არ მშვიდობიანი დამხობის საშუალებას, როგორც ჩვენ პირდებოდით საზოგადოებას მთელი ამ წლების მანძილზე, რომ ამ საშუალებას არავის მივცემდით და ვასრულებდით ამ პირობას, ასევე პირდებით ახლაც და ამ პირობასაც აუცილებლად შევასრულებთ. არასამთავრობო ორგანიზაციების გამოკითხვა პარლამენტის დადგენილება საკონსულტაციო კომისიისთან დაკავშირებით ჩვენი მიზანი იცით რაც არის, უნდა მომზადდეს კონსტიტუციური სარჩელი ამ თემასთან დაკავშირებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც იწოდებიან რადიკალურ ოპოზიციად, კოლექტიურ ნაცმოძრაობად, მთლიანობაში წარმოადგენენ საფრთხეს კონსტიტუციური წყობილებისთვის. ისინი, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში, პირდაპირ უპირისპირდებოდნენ ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას და ახლაც, როდესაც არიან ოპოზიციაში, ამ 13 წლის განმავლობაში პირდაპირ ისინი უპირისპირდებიან ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რასაც უნდა გაეცეს შესაბამისი სამართლებრივი პასუხი. რა თქმა უნდა, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს საქმე, შესაბამისად ჩვენ ვფიქრობ, უნდა მივმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს იმისათვის, რომ დადგინდეს სამართლებრივი ჭეშმარიტება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. არ შეიძლება ასეთმა ადამიანებმა, უცხოელმა აგენტებმა გარედაკვეთით მუდმივად რაღაცა შფოთვის რეჟიმში ამყოფონ ჩვენი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს სხვა პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე. ჩვენ გვინდა საბოლოოდ დავამშვიდოთ ეს ქვეყანა და ამისათვის უცხოელი აგენტებისგან შემდგარი პარტიების პოლიტიკური საქმიანობის დასრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი. არასამთავრობო ორგანიზაციების გამოკითხვა გრძელდება საბოტაჟთან თუ საქმიანობაში დახმარების საქმეზე. დღეს თანხა მიხელაძე გამოიკითხება, რამდენად მნიშვნელოვანია ეს გამოძიება და რას ხედავთ, რა როლი გქონდათ არასამთავრობო ძალადობრივ აქციებში? თქვენ იცით, რომ წლების მანძილზე ეს NGO-ები ფინანსდებოდნენ გარედან და ისინი ამ წლების მანძილზე იყვნენ ჩართული რევოლუციურ პროცესებში, რადიკალურ პროცესებში და ისინი პირდაპირ იყვნენ შერწყმული კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან, რადიკალურ ოპოზიციასთან და ამისათვის ისინი იყენებდნენ პოლიტიკური მიზნებისთვის უცხოურ დაფინანსებას. ხარ შეიძლება საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდეს პოლიტიკა საქართველოში, ეს არის კონსტიტუციური სტანდარტი არა მარტო საქართველოში, არამედ ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ბუნებრივია გამოძიება დაინტერესდეს ყველა ფაქტით, რომელიც უკავშირდება გარე დაფინანსებით პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას, დემოკრატიულ პროცესებში ჩარევას, საარჩევნო პროცესებში ჩარევას და მით უმეტეს, რომელიც უკავშირდება გარე დაფინანსებით რადიკალიზმის ხარდაჭერას საქართველოში. რაც შეეხება კალათბურთის სუბსიდირებულ რეისს თბილისის რიგის მიმართულებით, პირველ რიგში მინდა მეულოცო ჩვენს ნაკრებს ერთფინალში გასვლა, ეს არის რა თქმა უნდა ძალიან დიდი წარმატება. ევროპის 16 გუნდს შორის მოხდა ჩვენი საკალათბურთო ნაკრები და თითოეულ კალათბურთელს მინდა მადლობა გადაუხადო თავდადებისთვის. არც ერთ თამაში მათ თავი არ დაუზოგავთ და მინდა ერთფინალში წარმატებები უსურვო. რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ქართული გულშემატკივარი იყოს სათანადო წარმოდგენილი რიგაში თამაშებზე და შესაბამისად ამისათვის მთავრობამ უზრუნველყო ჩარტერების სუბსიდირება და 195 ევრო იქნება ერთი რეისის პასი და გულშემატკივრებს შეეძლებათ რიგაში თამაშზე დასწრება სუბსიდირებული ბილეთების გამოყენებით. ხაზარაძე ჯაფარეძის თემას რომ მოვუბრუნდეთ, ბატონო ირაკლი, პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამო ოპოზიციური პარტიების ლელოს ლიდერებს ესხმიან თავს და მოუწოდებენ, რომ შეწყალებაზე და არჩევნებზე უარი თქვან. თქვენი შეფასებით რას ემსახურება ოპოზიციის სპეკულაციები? კარგია ასეთი არეულობა რადიკალური ოპოზიციის შიგნით. თქვენ ხედავთ, რომ არის ორი პარტია, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, არის ორი პარტია, რომელიც ამას ღალატად აცხადებს, თავის დროს ისინი იყვნენ ერთად ასე ვთქვათ შეკრული საერთო მიზნების გარშემო. ახლა მათ შორის არის ტაქტიკური განხეთქილებები, პირდაპირ მოღალატებად გამოაცხადეს ლელო და გახარია არჩევნებში მონაწილეობისთვის, ნაცმოძრაობის და ახალის წარმომადგენლება. რა თქმა უნდა, ეს პროცესები კარგია იმისათვის, რომ სწორი მიმართულებით განვითარდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. ჩვენ ვართ ორიენტირებული ამჯერად მაქსიმალურად არჩევნების სრულად მოგებაზე. ჩვენი მიზანია 64-ვე მუნიციპალიტეტში, როგორც მერის, ისე
საკრებულოს არჩევნების მოგება, ჯერ არჩევნები არ ჩატარებულა, ისე მოვიგეთ უკვე თორსების ზუსტად 24 მერის არჩევნები, სადაც კონკურენტი უბრალოდ არ ყავს. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები დასრულდება 64 მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების მიერ, როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნების მოგებით და ჩვენ ვიზეიმებთ ერთად მე-10 საიუბილეო გამარჯვებას. სპორტული ინფრასტრუქტურაზე გავაგრძელებთ ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფო ფონდის ეროვნულ სააგენტომ, სპორტის აკადემია 20 წლის ვადით გაგაცა სიურს. ზოგადად რომ გითხრათ, ამაზეც კონკრეტულად ასევე ზოგადად სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს რას უწყობს? მე მოხარული ვარ, რომ ჩვენს მიერ დაანონსებული პროგრამის მიმართ ინტერესი არის ძალიან მაღალი, უამრავი მომართვაა. თქვენ იცით, რომ ჩვენ 20 წლის გადავცემთ მიწის ნაკვეთებს ისეთ სუბიექტებს, რომლებსაც სურთ საკუთარი ხარჯებით სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ინვესტიციის ჩადება, 10 წლის განმავლობაში ისინი პრაქტიკულად გათავისუფლებული იქნებიან იჯარის გადასახადისგან და შემდეგი მომდენო 10 წლის განმავლობაში გადაიხდიან საბაზრო ღირებულების შესაბამისად იჯარის გადასახადს. ინტერესი არის ძალიან მაღალი და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ხელშეუწყობს სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ზოგადად სპორტის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. თქვენ ხედავთ, რომ წლიდან წლამდე ვითარდება სპორტი საქართველოში, სულ უფრო მეტად იზრდება სპორტული მიღწევები და ამას ხელი უნდა შეუწყოთ. ჩვენ გვყავს ნიჭიერი ხალხი, ნიჭიერი ბავშვები და რა თქმა უნდა მაქსიმალურად ხელშეუწყობთ მომავალშიც ბავშვების, განსაკუთრებით ბავშვების სპორტში ჩართულობას. უნდა გაიზარდოს მომავალი თაობები სპორტში, რომლებიც კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეებზე აიყვანენ ქართული სპორტის მიღწევებს. პირდაპირ ეთერში ვუსმენთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს. გახარია ხაზარაძე 27 ქალაქში მერობის კანდიდატი ვერ მოიძია ლელოს და გახარია საქართველოსთვის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე 64 ოლქიდან მერობის საკუთარი კანდიდატი მხოლოდ 37 ოლქში ეყოლება. ამ თემაზე ლელოს წევრები კომენტარს არ აკეთებენ, კითხვებზე პასუხს არ გვცემენ გახარიას პარტიაშიც. მათ ამ თემაზე თავისივე ჩაწერილი კომენტარი მოგცეს. საქართველოს 64-ვე მუნიციპალიტეტში წარმოადგენთ საკრებულოს პარტიული სია, ხოლო ლელოსთან ერთად საქართველოს ყველა ძირითად რეგიონალურ ცენტრში და უმრავლესობა მუნიციპალიტეტში 37 მუნიციპალიტეტში წარმოადგენთ მერობის საერთო კანდიდატები. ვერ მოაგროვეთ კანდიდატები? არ გცემთ კითხვაზე პასუხს? თავიდანვე ეს ორი პოლიტიკური ორგანიზაცია არ უნდა შეყოლოდა ოცნებას ამ რუსულ კოცხურ სპეცოპერაციაში, აი ამ ესე ვთქვათ ვიწრო პარტიულ პოლიტიკური მოსაზრებების გამო, სწორედ ისინი ისჯებიან აი იმ მოცემულობით, სინამდვილეში ეს კანდიდატებიც კი არ ყავთ. ის კი არა ძლიერი დაასახელეს, ან სუსტი დაასახელეს, ან საშუალოდ რესურსის მქონე და საერთოდ ვერ მოდებენ ეს კანდიდატი, რომ დაესახელებინათ ნახევარზე მეტ საქართველოში. მერის არჩევნებია და თან ამბობდნენ, რომ უნდა წავგლიჯოთ რამდენიმე ქალაქი ხელისუფლებასო. ეს არის მტკიცებულება იმის, რომ არამც თუ მხარდაჭერა აღარ აქვთ მათივე ამომრჩევლების მხრიდანაც კი, არამედ უბრალოდ ფორმალურ კანდიდატსაც კი ვეღარ პოულობენ, რომელიც დათანხმდება იმას, რომ უბრალოდ ფორმალურად დადგეს კანდიდატი, მაგალითად ქართული ოცნების კანდიდატის საწინააღმდეგოდ. ძალიან კარგად იციან რეალურად რა ხდება ქვეყანაში. არანაირი შანსი არ აქვთ იმისა, რომ საზოგადოებაში მოიპოვონ გარკვეული მხარდაჭერა და მე ერთს ვიტყვი, რომ ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო ყველა ოლქში, ყველა მუნიციპალიტეტში დაიმარჯვებს. ამის თქმის საფუძველს და შესაძლებლობას მაძლევს ის გაწყობა და დამოკიდებულება, რასაც ყოველდღიურად უგრძნობთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. არ არიან ადამიანები, ვისაც შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ კანდიდატის. უსუსტესი პოლიტიკური მოცემულობა და არაფრის მომცემი დღის წესრიგი, ეს არის ის რეალური მიზეზი, რის გამოც რადიკალურ ოპოზიციას არ ყავს სათანადო რაოდენობა კანდიდატების. ხელსაზოგადოებისთვის ეს არის კაფიო დასაბუთება იმის, რომ თვითონვე ვერ ეძიებენ ისეთ სათანადო კანდიდატებს, რომ საზოგადოებას წარუდგინონ. ის კანდიდატებიც, რომელიც მათ შეძლეს და წარადგენეს, აბსოლუტურად პოლიტიკურად არაფრის მომცემი და უკვე ჯერ არ დაწყებულ არჩევნებში წაგებული მდგომარეობა.
სასამართლოში გამოკითხვაზე იმყოფება სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელი. თამთა მიქელაძის გამოკითხვა გუშინ უნდა შემდგარიყო, თუმცა მისივე ადვოკატის მოთხოვნით გადაიდო. არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელების გამოკითხვა პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში იმართება. პროკურორის განცხადებით, გამოძიებას მიქელაძესთან კითხვები აქვს 2024 წლის აქციების დროს გაკეთებულ განცხადებებსა და მოწოდებებზე. გამოძიებას კითხვები აქვს იმასთან დაკავშირებითაც, რამდენს და რაში ხარჯავდა ორგანიზაცია საპროტესტო აქციების დროს. პროკურატურაში გამოძიება მტრულ საქმიანობაში დახმარების, საბოტაჟის და კონსტიტუციური წყობის წინააღმდეგ მოქმედებაზე მიმდინარეობს. იგი გამოირჩეოდა აქტიურობით, აკეთებდა მოწოდებებს, კერძოდ მოწოდებებს შეეხებოდა წინააღმდეგობის ადგილების გახსნას, საჯარო სექტორის გაფიცვას. იგი მიუთითებდა ბრძოლაზე და პირდაპირ ამბობდა, რომ ბრძოლა უნდა ყოფილიყო სასტიკი. გარდა ამისა, ფინანსური დახმარებაც აქვს გაწეული. კერძოდ ჩვენ გულისხმობთ, რომ 24 წელს აქციების პერიოდში მის ორგანიზაციას შეძენილი აქვს რესპირატორები, შეძენილი აქვს სახის დამცავი სათვალეები და შეძენილი აქვს წიწაკის სპრეი. ბუნებრივია, კითხვები იქნება ამასთან დაკავშირებით, რა დანიშნულებით, რა მიზნებით იქნა ეს საშუალებები შეძენილი და რა როლი აქვს მას ამ აქციებთან დაკავშირებით. გინების და შეურაცხმყოფელი შეძახილების ფონზე ფრაზა, რომელიც აქციაზე ბექა ოდიშარიას მიაძახეს და რომელიც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა, განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი იყო. მოკვდები მაინც კი ბოგაქვს, ეს სიტყვები ოდიშარიას ოპოზიციის აქტივისტმა, ბავშვთა ფსიქოლოგმა ელენე ბერიკაშვილმა უთხრა. ქრონიკა დღეს ელენე ბერიკაშვილი სამსახურში მივიდა, თუმცა ჩვენს გადამღებ ჯგუფს ის ადგილზე არ დახვდა. ელენე ბერიკაშვილი სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებს. ასეთი ადამიანები ზოგადად უნდა გავარიდოთ საზოგადოებას. მით უმეტეს, როდესაც საუბარია ბავშვებზე, შესაბამისმა სამსახურებმა ვფიქრობ, ამაზე უნდა იმუშაონ, რომ ამ ტიპის ადამიანებს არანაირი შეხება არ უნდა კონდეს ბავშვებთან და მომავალ თაობებთან. ვიცით ეს კონკრეტული ადამიანები ვინ არიან, ვინც იმ განცხადებებით, შეძახილებით შემოიფარგლებიან. კაპოროტებული ადამიანები არიან, არ ვიცი, საზოგადოებას მოწყვეტილი, საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვს ჯანსაღ საზოგადოებასთან ამ ადამიანებს. აქ ზრდილობაზე და ღირსებაზე აღარ არის საუბარი. არავითარი ღირებულებები არ გააჩნია. ნახეთ, ადამიანები ავტომატით გამოიყვანეს 20 კაციან აქციაზე. ანუ ამათვის არაფერი ღირებული არ აქვს. თავიანთ ამომრჩეველს, თავიანთ მხარდამჭერსაც არ ინდობენ. და სამწუხაროდ რა გასაკვირია, რომ მათ შორის ბექა ოდიშარიას მიმართ ჰქონდათ ესეთი ამაზრზენი განცხადება, რომელსაც ისტორიულად მტრებიც კი ერთმანეთის მიმართ არ იყენებდნენ ხოლმე. აი ეს არის კლასიკური მაგალითი და სახე აი ამ ხალხის, ვინც დღეს აი ნაცმოძრაობის ფილიალებშია, ან თვითონ დედა ნაცმოძრაობაში. კომერციული მოსყიდვისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად ყალბი რეცეპტის დამზადება გასაღების ფაქტზე ერთი ადამიანია დაკავებული. საგამოძიებო მოქმედებები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა კახეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით ჩაატარა. ბრალდებული მუშაობდა კახეთის რეგიონში მოქმედი კერძო ფსიქოდიაგნოსტიკის და ფსიქოკორექციის ცენტრის დირექტორის პოზიციაზე. დაკავებული მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღების მიზნით ფულადი თანხის სანაცვლოდ შესაბამისი სამედიცინო შემოწმების გარეშე სისტემატურად გასცემდა ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად განკუთვნილ ყალბ რეცეპტებს. ბრალდებული დაკავებული იქნა ყალბი რეცეპტის გასაღების ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 221 მუხლის მესამე და 262 მუხლის მეორე ნაწილებით, რაც ასჯელის სახედაზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 6 წლამდე ვადით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ღონისძიება საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო უწყებების და კერძო კომპანიების ხელმძღვანელებმა დამოუკიდებელ ექსპერტებთან ერთად მიიღეს. მარემ ქრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის განვითარების პოლიტიკაზე, განახლებულ მიზნებსა და ამოცანებზე, პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ილაპარაკა. მან ხაზი გაუსვა ამ პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორის კოორდინირებული საქმიანობისა და თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხანგრძლივი დისკუსიის საუბრის შედეგად ჩვენ შევჯერდით კოორდინირებულ თანამშრომლობაზე, მუდმივ დიალოგზე, იმისთვის, რომ სახელმწიფო ხედვები, სტრატეგია, სამოქმედო გეგმა ენერგეტიკის სექტორის შემდგომი განვითარების კუთხით იყოს ასევე სრულთან ხვედრაში სექტორის მზადყოფნასთან მიმართებაში. ამ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ენერგეტიკის განახლებული გუნდი, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყების პირველი პირები და ბუნებრივია კერძო სექტორს ის კითხვები, რაც გააჩნდა, დამომწყურავად იქნა პასუხგაცემული. ჩვენ
ფიქრობთ, რომ ის სტრატეგიული მიმართულება და სექტორი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის გადამწყვეტია და ეს გახლავთ ენერგეტიკა, იქნება სწორედაც ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით და ენერგოდამოუკიდებლობის მიმართულებით აქტიურად ხელშეწყობილი. ეს ხელშეუწყობს ენერგეტიკის სწორ მიმართულებით განვითარებას, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ენერგეტიკის სტაბილურ და მდგრად განვითარებას, როგორც ჰიდროელექტრობის მიმართულებით, ისე სოლარის მიმართულებით. კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. მოხდება ბაზრის შეფასება კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი პარამეტრებით, როგორიცაა ბაზრის მოცულობა, მოქმედი კომპანიები, კონცენტრაციის ინდექსი, საბაზრო წილები, დინამიკა და შესაბამისად დომინანტურ მდგომარეობაზე მსჯელობა მისი დადასტურების ან გამორიცხვის მიმართულებით. ჩვენი მიზანია ამ მონიტორინგის ფარგლებში შევისწავლოთ ბაზარზე არსებული სიტუაცია, აღნიშნული გაძვირების მიზეზები, ფასწარმოქმნაზე მოქმედი ფაქტორები, ბაზარზე არსებული კომპანიები, მათი პოზიციები და ზოგადად ის ფაქტორები, რომელმაც გავლენა მოახდინა აღნიშნულ ზრდაზე. მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც მნიშვნელოვანი პოზიტიური ეფექტები შექმნა ყველა პაციენტისთვის და უზრუნველყო დანაზოგების განხორციელება, ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს. მონიტორინგიც ემსახურება, რომ უკეთესი და უფრო აქტიური კონკურენციის პირობებში აღნიშნული ფასები ხელმისაწვდომობა სამედიცინო სერვისებზე იყოს სამართლიანი. უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჯანდაცვის სექტორში კონკურენციის გაზრდას და აი ამ საშუალებით მომხმარებელთა უფლებებისა და ინტერესების მაქსიმალურად მაღალი სტანდარტის დაცვას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ბუნებრივია მივესალმებით ამ თანამშრომლობის გაღრმავებას საზოგადოდ და ნებისმიერ ინიციატივას, რომლის მიზანიც არის ჯანდაცვის სექტორში იმ საკითხების შეფასება, რომელიც გულისხმობს შეფასებას კონკურენციის ხარისხის, რამდენად არის ის იმის სამსახურში, რომ ემსახურებოდეს მომხმარებლის, პაციენტის საუკეთესო ინტერესებს. ნოე ჟორდანიას სახელობის სანაპიროსა და კოსტა ხეთაგუროვის ქუჩის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა დასრულდა. განახლებულ მონაკვეთს თბილისის მერი გაეცნო. პროექტის ფარგლებში ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. სამუშაოების საერთო ღირებულება 3 მილიონი ლარია. ეს იყო ერთ-ერთი რთული და მძიმე მონაკვეთი. ინფორმაცია, რომელიც ჰქონდა მიღებული შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციიდან, ძალიან ხშირად ხდებოდა უბედური შემთხვევები და შესაბამისად აღნიშნული გადაწყვეტილებით მთლიანად მოწესრიგდა კვანძი, დაკეთდა ზებრა გადასასვლელები, გაჩნდა ტროტუარები, სანაპიროსთან შესაძლებელია უკვე ფეხით დაკავშირება, ზებრა გადასასვლელებით გადაადგილება. მოწყობილია უსაფრთხოების კუნძულები, შუქნიშნები განთავსდა, მოეწყო ზებრა გადასასვლელები ქვეითთა მოსიარულეთათვის. რა თქმა უნდა, ასფალტის საფარი განახლდა და მოწესრიგდა ეს ადგილი. ამ დღეიდან აქ გადაადგილება სრულიად უსაფრთხოა. ევრობასკეტის მერვედ ფინალზე დასასწრებად მთავრობ მოადგილემ ირაკლი დოლაბერიძემ თანამედროვე სპორტული კომპლექსი დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. კომპლექსში, რომელიც მალე სატესტო რეჟიმში გაიხსნება, მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები, ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება და მერიისგან სპორტის სამინისტროსთვის გადაცემის პროცესი. სატესტო პერიოდში კომპლექსის მომსახურებით სარგებლობა ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეეძლება. სპორტული ცენტრი აღჭურვილია დიდი და პატარა საცურავ აუზებით, სავარჯიშო და ძალოსნობის დარბაზებით, ასევე ცურვის, წყალბურთისა და ძალოსნობის შეჯიბრებებისთვის საჭირო ინვენტარით. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ააშენა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსი. სპორტის სამინისტროს ექსპერტთა ჯგუფი იმყოფება ადგილზე, რომლებიც ახორციელებენ ტექნიკური პარამეტრების და პროგრამული უზრუნველყოფის დეტალების განხორციელებას. ობიექტი მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული ექსპლუატაციაში მიმდინარეობს ასევე გუნდების დაკომპლექტება და შესაბამისი პერსონალის დანიშნვა, რის შემდეგაც უახლოეს პერიოდში ხელმისაწვდომი იქნება აღნიშნული კომპლექსის სარგებლობა. ქრონიკაში ახლა რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში 14 საათზე დასრულებულია დროებით გემშვიდობებით.